ხოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე ყველაფერი მშვიდად იყო. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ჩანდა, რომ მშვიდობას უფრო და უფრო უახლოვდებოდით. ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად გამოწვეული განადგურების შემდეგ. მაგრამ თუ რამე გვასწავლა ამ ომმა, ეს არის ის, რომ სიტუაცია წამში შეიძლება შეიცვალოს. მოლაპარაკებების შეწყვეტა აშშ-ში აპირებს გიჟურ საზღვაო ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში, რადგან ირანთან თამაშის წესებს ცვლის და რეჟიმს მის მთავარ ბერკეტს ართმევს. 12 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ომი მთლიანად თავდაყირა დააყენა. ერთ დღეს ყველაფერი მშვიდობისკენ მიდიოდა, ახლა კი ყველაფერი დაინგრა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ბლოკადას შექმნის, გარდა იმისა, რომ ირანისგან დარჩენილი ცოტაც გაანადგუროს. აშშ-ში ირანის რესპუბლიკის სამიზნე ფართო მასშტაბის იქნება. ისინი, ვინც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილებისთვის დაწესებული გადასახადი გადაიხადეს, შეჩერდებიან და სავარაუდოდ გზის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ იქ, სადაც სჭირდებათ. ეს არის ძირითადი ინფორმაცია და თუ ის, რასაც ვისმენთ, სიმართლეა, ეს ნიშნავს, რომ არც ერთი გემი, მათ შორის აშშ-ში მოკავშირე სპარსეთის ყურის ქვეყნების გემებიც ვერ გაივლის სრუტეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მისი საკუთარი ტაქტიკა გამოიყენა და სიტუაცია მის სასარგებლოდ შემოაბრუნა. თუმცა ეს ასევე ნაბიჯია, რომელსაც შეიძლება მთელ მსოფლიოში სერიოზული შედეგები მოხვდეს. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ მივედით აქამდე. ხოლო 5 დღით ადრე, სანამ ტრამპი ამ პროვოკაციულ განცხადებას გააკეთებდა, აშშ-შუ და ირანი საუბრობდნენ. გამოცხადებული იყო ორკვირიანი დროებითი ცეცხლის შეწყვეტა და ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა იმ დროის განმავლობაში, სანამ ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდებოდა. პაკისტანი ჩაერთო კონფლიქტში როგორც შუამავალი აშშ-შუსა და ირანის რეჟიმს შორის და მისი ბოლო წუთის ჩარევამ როგორც ჩანს შეაჩერა აშშ-შუ, რომ არ დაეწყო ირანის ენერგოობიექტებსა და ხიდებზე შეტევა ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში. მაგრამ მაშინაც კი როცა მსოფლიო ცდილობდა ერთობლივად ამოესონთქა შრეებით, ახალი გამოწვევები ჩნდებოდა. ერთ-ერთი ასეთი იყო 10 პუნქტიანი გეგმა, რომელსაც აშშ-შუ და ისრაელი ირანს გადასცემდნენ. ორი განსხვავებული ვერსია უკვე ვრცელდებოდა, როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაკეთდა. და ჩნდებოდა კითხვები, დათმობდა თუ არა ირანი იმას, რასაც აშშ-შუ და ისრაელი ომის დასასრულებლად ითხოვენ, ირანის ურანის გამდიდრების პროგრამას. როგორც აღმოჩნდა, ირანის ბირთვული პროგრამა იქცა იმ მთავარ დაბრძოლებად, რომელმაც მშვიდობის მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა ჩაშალა. აი ესეა, ტრამპმა განაცხადა 12 აპრილს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. შეხვედრა კარგად წარიმართა, უმეტეს საკითხებზე შეთანხმდნენ, მაგრამ ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ბირთვული, შეთანხმებული არ იყო. დაუყოვნებლივ შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოა, დაიწყებს ჰორმუზის სრუტეში შესვლის ან გასვლის მცდელობისას ნებისმიერი გემის ბლოკადის პროცესს. ბლოკადა საბოლოოდ დაუყოვნებლივ არ დაიწყო და მალე აგიხსნით, როგორ იქნება ეს, მაგრამ განცხადება უკვე გაკეთებული იყო. ირანი უარს ამბობდა ამერიკის ნებაზე ეცეკვა, ამიტომ შეერთებული შტატები აპირებს აიღოს გიტარა და ირანს თავზე დაამსხვრიოს. ტრამპმა თავისი პოსტი გამოიყენა იმისთვის, რომ დაემუქრებინა თუ რომელიმე ირანელი ესვრის ამერიკულ გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შედიან, ისინი ჯოჯოხეთში აფეთქდებიან. და მან ირანის რეჟიმის დარჩენილ წევრებს აცნობა, რომ მიზეზი, რის გამოც ქვეყნის ყოფილი ლიდერების დიდი ნაწილი ახლა მკვდარია, ისაა, რომ ირანმა ბირთვულ ამბიციებზე უარი არ თქვა. შემდგომ პოსტში ტრამპმა დაამატა, რომ ირანმა ვერ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიცემული დაპირებები და აღნიშნა, ირანმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა, მაგრამ შეგნებულად ვერ შეასრულა ეს. ამან მრავალი ადამიანის და ქვეყნისთვის მსოფლიოში გამოიწვია შფოთვა, არეულობა და ტკივი. ეს ყველაფერი შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში სხვა საკითხებიც იყო, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ისრაელმა მდგომარეობა არ გააუმჯობესა. ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ, რაც აშშ-მ ირანთან ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, ისრაელმა ლიბანს მასიური საჰაერო იერიში მიაყენა, რის შედეგადაც BBC-ის ცნობით 303 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 1050 დაშავდა. ისრაელი ამტკიცებდა, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში არ შედიოდა. ირანი ამ თავდასხმას შეხედავდა და მიხვდებოდა, რომ ისრაელი ცდილობდა ჰეზბოლაზე დაეტყა, რომელიც ირანის პროქსი ორგანიზაციაა და ლიბანში მოქმედებს. ირანისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა თითქმის მაშინვე დაირღვა, როგორც კი დაიწყო. სხვა საკითხები, როგორც Time-ის ჟურნალმა გაავრცელა, შეიძლება ისიც იყო, რომ აშშ-შუს შეთავაზება უბრალოდ არასაკმარისად კარგი იყო ირანისთვის. ჟურნალი იუწყება, რომ აშშ-შუ აპირებდა ირანზე სანქციების მოხსნას და ქვეყნის საერთაშორისო საზოგადოებაში დაბრუნებას, შესაძლოა აშშ-შუსთან გარკვეული პარტნიორობის გზითაც კი. მაგრამ ირანი ბირთვული პროგრამის საკითხს მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევდა და შესაძლოა სჯეროდა, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისი პოზიცია აძლევდა საჭირო ბერკეტს, რომ მეტი მოეთხოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვანსი ამტკიცებს, რომ აშშ-მ ირანს პაკისტანში თავისი საუკეთესო საბოლოო შეთავაზება წარუდგინა. მაგრამ ეს შეთავაზება, რომელიც ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის დასრულებასაც მოიცავდა, იმას ნიშნავდა, რომ თეირანის რეჟიმს ღირსების შენარჩუნება აღარ შეეძლო. საბოლოოდ ყველაფერი სიამაყეზე დადის. ირანს არ სურს, რომ თავი დამცირებულად იგრძნოს, რადგან მისთვის ბირთვულ მისწრაფებებზე უარის თქმა სრული დანებება, ხოლო აშშ-შუ არ წავა იქიდან, სანამ ეს მისწრაფებები არ იქნება ჩახშობილი. ამიტომაც ვართ იქ, სადაც ეხლა ვართ. იმის ცოდნით, რომ ჰორმუზის სრუტე ირანის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია, აშშ-მ ყველაზე გიჟური ნაბიჯი გადადგა და თავად დააწესა ბლოკადა სრუტეზე.
ტრამპი ფიქრობს, რომ ეს გაამართლებს. ისინი მოლაპარაკებების მაგიდას არ გასცილებიან. მე ვიწინასწარ მეტყოლებ, რომ ისინი დაბრუნდებიან და ყველაფერს მოგცემენ, რაც გვინდა, თქვა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში და დაამატა. და ჩემს ხალხს ვეუბნები, ყველაფერი მინდა. არ მინდა 80%, არ მინდა 95% უთხარი. ყველაფერი მინდა. საშიში საზღვაო თამაში. მინ პირველი დათმობს. იწყება. აშშ შუაპირებს სამხედრო გემების გაგზავნას ბლოკადის შესაქმნელად, რომელიც ირანმა უკვე შექმნა სწრაფი ნავებისა და დრონების გამოყენებით. ეს არის მთავარი ცვლილება. კონტროლი უკვე იბრუნება, მაგრამ აქ საქმე სერიოზულ სახეს ირევს. ჩვენ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, როგორ იმუშავებს ამერიკის ბლოკადა. რაც ვიცით არის ის, რომ მზადება უკვე დაწყებულია. აშშ უკვე აგზავნის გემებს ჰორმუზის სრუტეში, თუმცა ისინი უშუალო ბლოკადის ნაწილი არ არიან. ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. ამერიკული სამხედრო გემები სრუტეში ნამსაწინააღმდეგო ოპერაციას ატარებენ. ამერიკული გამანადგურებლობის წყვილი USS Frank A. Petersoni და USS Michael Murphy ამ წუთებში სრუტეში გადიან ნაღმების საძიებლად. ორივე არის Arleigh Burke-ის კლასის სარაკეტო გამანადგურებელი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე AGC-ის სარადარო სისტემით, რაც მათ დაეხმარება აღმოაჩინონ და მოიგერიონ ირანული დრონები ან რაკეტები, თუ ისინი მათ მიმართულებით გაისვრიან. ასევე შესაძლებელია, რომ USS Santa Barbara და USS Canberra განთავსდნენ, რადგან ორივეს ჰყავს MH-60 ტიპის ვერტმფრენები, რომლებიც აღჭურვილია ANA-1 საჰაერო ლაზერული ნაღმების აღმოჩენის სისტემით, რაც უნდა შეძლოს ზედაპირთან ახლოს მდებარე ნაღმების აღმოჩენა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, ანუ CENTCOM-მა, შესაძლოა კიდევ ერთი ტიპის ხომალდი მოიყვანა ნაღმების გაწმენდის ოპერაციაში. 12 აპრილის ანგარიშში იერუსალიმ პოსტმა განაცხადა, რომ MH-60 ვერტმფრენები, რომლებიც აშშ-ში გზავნის, შესაძლოა ასევე აღჭურვილი იყოს ANA-ს 225 საჰაერო ნაღმების განეიტრალების სისტემებით. ეს საინტერესო იარაღებია. ისინი ტორპედოს ზომის მილის საშუალებით იგდებიან. ეს სისტემები ერთჯერადი აპარატებია, რომლებიც აშშ-ს შეუძლია პირდაპირ გაუშვას ნებისმიერ ნაღმში, რომელსაც აღმოაჩენს. ისინი ფაქტობრივად ერთჯერადი ზედაპირული დრონებია და მათი ამოცანაა კამიკაძე შეტევები განახორციელონ ირანულ ნაღმებზე. ამ ეტაპზე ბლოკადის დროს ამერიკის პრობლემა ორმაგია. პირველ რიგში იერუსალიმ პოსტის ინფორმაციით მიიჩნევა, რომ ირანს აქვს ბევრი საზღვაო ნაღმი, დაახლოებით 2000-დან 6000-მდე და მათი დიდი ნაწილი შეიძლება ჩაყაროს იმ პატარა ნავებმა, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის ირენებს. ამ ნავებმა შეიძლება უკვე ასობით ნაღმი ჩაყარეს, თუმცა ზუსტად არავინ იცის და ეს მეორე პრობლემას წარმოშობს. აშშ-ი ამტკიცებს, რომ ირანს დაავიწყდა სად ჩაყარა თავისი ნაღმები. თუ ირანს არ იცის, სად არის ისინი, აშშ-ს არანაირი შანსი არ აქვს მიიღოს ეს ინფორმაცია მასშტაბური საძიებო და განადგურების ოპერაციის გარეშე. ასეთი ოპერაცია როგორც ჩანს, სწორედ ახლა იწყება სრუტეში და ამერიკის პრიორიტეტი როგორც ჩანს, არის შექმნას უსაფრთხო მარშრუტები, რომლითაც შეძლებს ირანის მთავარ პორტებამდე მისვლას. ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე ვიცით. ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის ბლოკადა დაიწყება იმ დროისთვის, როცა ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებთ. და ეს აჩენს კითხვებს, თუ როგორ აპირებს აშშ ბლოკადის განხორციელებას. ის თუ როგორ შეეცდება აშშ ამის განხორციელებას, ყველაფერს შეცვლის და სანამ ამაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არხზე არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. ასე რომ ბლოკადა სწრაფად მოდის. 13 აპრილს დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები 13 აპრილს დილის 10 საათზე დაბლოკავს გემებს, რომლებიც ირანის პორტებში შედიან ან გამოდიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბლოკადა ახლა მიმდინარეობს. როგორც ჩანს, აშშ-მ იპოვა თუ არა და გაანეიტრალა ირანული ნაღმები, ამერიკის მთავარი გამოწვევა ბლოკადის აღსრულებაშია, სადაც შეიძლება ყველაზე დიდ პრობლემას წააწყდეს. პირველ რიგში ვნახოთ, რის გაკეთებასაც როგორც ჩანს, აშშ ჩოაპირებს. ჩვენ ვიცით ამერიკის ზოგიერთი გეგმა. ყველა გემი, რომლის შესახებაც დადგინდება, რომ გადაიხადა ის, რასაც დონალდ ტრამპი ირანის მიერ გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში გასავლელად მოთხოვნილ არალეგალურ გადასახადს უწოდებს, შეჩერდება და შეაჩერებენ. სავარაუდოდ ამ შეჩერებებს განახორციელებენ სამხედრო გემები, რომლებიც სრუტის გასასვლელთან არიან განლაგებული. აშშ სავარაუდოდ განათავსებს საფრენ აპარატებს ხატებს, მაგალითად აპაჩის ტიპის ვერტმფრენებს და A10 ვართოგებს, რომლებიც სრუტის თავზე იფრენენ და დააკვირდებიან ყველა საოჯრო გემს, რომელიც ცდილობს სრუტეში გავლას. ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა, ანუ AIS, რომელიც რადიოსიგნალებით გემის მდებარეობას გადასცემს, ასევე სასარგებლო იქნება აშშ-ისთვის, იმ შემთხვევაში თუ ირანისთვის გადასახადის გადამხდელი გემები AIS ჩართულ მდგომარეობაში დატოვებენ. ეს ეხება ჰორმუზის სრუტიდან გასვლას, მაგრამ რა ხდება თავად სრუტეში? BBC-ის ცნობით, აშშ-ში საზღვაო ძალების სარდლის სახელმძღვანელო საზღვაო ოპერაციების სამართლის შესახებ, რომელიც 2022 წელს დაიწერა, განსაზღვროს, რის გაკეთებას შეეცდება აშშ-შო თავისი ბლოკადით. ამ სახელმძღვანელოში საზღვაო ბლოკადა განისაზღვრება როგორც საომარი ოპერაცია, რომლის მიზანია ყველა სახელმწიფოს ხომალდებისა და ან საჰაერო ხომალდების, მტრისა და ნეიტრალურის შეჩერება კონკრეტულ პორტებში, აეროდრომებსა თუ სანაპირო ზონებში შესვლის ან გამოსვლისგან, რომლებიც ეკუთვნის ოკუპირებულია ან კონტროლდება მტერი სახელმწიფოს მიერ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აშშ-შო შეეცდება ირანის რაც შეიძლება მეტი პორტი ჰორმუზის სრუტეში და ასევე სანაპირო ზონები, საიდანაც შესაძლებელია მცირე ნავების გაშვება გახდეს სამიზნე. ბანდარ-აბასი, რომელიც მდებარეობს ჰორმუზის სრუტის დიდი მოსახვევის ჩრდილოეთ წერტილში, სავარაუდო სამიზნეა.
აშშ-ს ასევე შეიძლება შეეცადოს საზღვაო ძალების განთავსებას ჰორმუზის კუნძულსა და ლარაქის კუნძულის გარშემო, რომლებიც ალ-ჯაზირას თქმით, ჰორმუზის სრუტის კარიბჭის როლს ასრულებენ. აშშ-ს შეიძლება დასჭირდეს ამ კუნძულების გამორიცხვა და სავარაუდოდ მათ საჰაერო დარტყმებით გაანეიტრალებს, ვიდრე სახმელეთო ოპერაციებს ჩაატარებს. არსალუია, რომელიც ირანის ენერგეტიკული ცენტრი და სამხრეთ პარის გაზის საბადოს ირანული ნაწილის კარიბჭეა, ასევე სავარაუდოდ სამიზნე იქნება. იგივე ეხება კარგის კუნძულს, რომლის მეშვეობითაც ირანის ნავთობის ექსპორტის 90% გადის. ორივე ეს ადგილი ჰორმუზის სრუტის სიღრმეში მდებარეობს, ამიტომ მათი ბლოკადა რეალურად მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აშშ-ს ჯერ სრუტის შესასვლელთან მდებარე სხვა პორტებსა და კუნძულებს გააკონტროლებს. ეს ეხება გემებს, რომლებიც ირანის პორტებიდან ცდილობენ სრუტის გადაკვეთას. შემდეგ კი არიან სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნების გემები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეზე არიან დამოკიდებული. New York Times-ის მიხედვით, CENTCOM-მა უკვე განაცხადა, რომ არ შეუშლის ხელს სრუტის გავლით არაირანული პორტებიდან მიმავალი გემების თავისუფალ ნავიგაციას. ამ ამბავზე სპარსეთის ყურის დანარჩენ რეგიონში დიდი შვებით ამოსუნთქვა გაისმებოდა. თუმცა ჯეიმს კრასკერი, რომელიც აშშ-ში საზღვაო სამხედრო კოლეჯის საერთაშორისო საზღვაო სამართლის პროფესორია, New York Times ეუბნება, რომ იმ ქვეყნებიდან მიმავალი გემები ჯერ კიდევ სრულად უსაფრთხოდ არ არიან. კრასკერი ამბობს, რომ ომში მყოფ მხარეებს, მათ შორის აშშ-სა და ირანს, აქვთ უფლება შეაჩერონ და დაათვალიერონ ნებისმიერი კერძო ხომალდი, რომელიც ნეიტრალურ წყლებში გადის. ჰორმუზის სრუტე სწორედ ასეთია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აცხადებს, რომ არაირანული პორტებიდან მიმავალ გემებს გაატარებს, ირანმა შეიძლება საკუთარი კონტრბლოკადა სცადოს, რათა მათი გადაადგილება შეაჩეროს. თავარი დასკვნა აქ ისაა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად კანონიერია. ეს ისევე ეხება ირანის ბლოკადას, როგორც იმას, რომლის განხორციელებასაც აშშ შოაპირებს. ორივე კლასიფიცირდება როგორც მტრული მხარეები საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით და სწორედ ეს კლასიფიკაცია აძლევს მათ საშუალებას, რომ ჰორმუზის სრუტეში ის გააკეთონ, რასაც ცდილობენ. ყველა ხომალდი, რომელსაც ირანი ან აშშ-ს არ მართავს, ნეიტრალურია და ამიტომ შეიძლება გაჩერებასა და შემოწმებას დაექვემდებაროს, როდესაც სადაო წყლებში გადაადგილდება. კანონიერება შეიძლება პრობლემა არ იყოს აშშ-ისთვის, მაგრამ რეალური პრობლემა, რომელსაც ის ამ ბლოკადის დროს შეხვდება, არის ირანის ზომის სპილო, რომელიც ოთახშია. ყველაფერი, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, ეფუძნება ვარაუდს, რომ აშშ შეძლებს ბლოკადის განხორციელებას უპრობლემოდ. საომარი გემები შევა, სავარაუდოდ საჰაერო ძალების თანხლებით, და ისინი ირანს შეუშლიან ხელს ტანკერებისა და სავაჭრო გემების პორტებიდან გაშვებაში. მარტივია, დიახ, მაგრამ ადვილი არაა. ერთი რამ, რასაც ეს სცენარი უგულებელყოფს, არის ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ამერიკული საომარი გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში დგას, ირანის სამიზნე ხდება. ესეც ნელი სამიზნეებია, რადგან ისინი ირანის პორტებთან ახლოს იქნებიან. ირანმა უკვე გაუსვა ხაზი ამ მიდგომის მთავარ გამოწვევას. როდესაც აშშ-ს საზღვაო ფლოტის გემები ჰორმუზის სრუტეში 11 აპრილს გადავიდნენ, ანუ ერთი დღით ადრე სანამ ტრამპი ბლოკადას გამოაცხადებდა, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა, ანუ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ, მაშინვე დაიწყო მუქარების გავრცელება. მტკიცე და ძალისმიერი პასუხი დაპირებული იყო ყველა იმ ამერიკულ გემზე, რომელიც სრუტის ბლოკირებას შეეცდებოდა და ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ასევე ირანულ მედიაში გავრცელა ინფორმაცია. თითქოს ჰორმუზის სრუტეში შესული ამერიკული გამანადგურებლები უკან დააბრუნა მას შემდეგ, რაც მათ მიმართულებით დრონი გაუშვა. რამდენად მართალია ეს განცხადებები ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ ერთი რამ ვიცით, ირანი აპირებს ჰორმუზის სრუტე იმად აქციოს, რასაც Fortune სასიკვდილო ზონას უწოდებს. მის მიერ ჩატრილი ნარმები ამ სასიკვდილო ზონის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დრონები და სწრაფი ნავები პრობლემას შეუქმნის როგორც ამერიკულ სამხედრო გემებს, ასევე იმ სავაჭრო ხომალდებს, რომლებსაც ამერიკა სრუტეში გავლას საშუალებას აძლევს. ირანის პორტების ბლოკადა შეიძლება შეაჩეროს ირანული ტანკერები, მაგრამ ვერაფერს გააწყობს სწრაფი ნავების წინააღმდეგ, რომლებიც პატარა სანაპირო პორტებიდან გამოდიან ან ფარული ადგილებიდან გაშვებული დრონების წინააღმდეგ. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც ამერიკამ უნდა გადაჭრას. ამერიკის სამხედრო გემებს აქვთ ყველა საჭირო თავდაცვა ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად, მაგრამ CENTCOM-ის დაპირება, რომ არაირანულ გემებს საშუალებას მისცემს სრუტეში გაიარონ, ფუჭი იქნება მანამ, სანამ ირანი იმავე ტაქტიკას გამოიყენებს, რასაც აქამდე იყენებდა სრუტის ბლოკადისთვის. ამ პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტაა, რომ კომერციულ ტანკერებს, რომლებიც ცდილობენ სრუტეში გავლას, სამხედრო გემები მიაცილონ. ეს კი კიდევ ერთ პრობლემას ქმნის, რადგან ირანის პორტების ბლოკადას დაასუსტებს. ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტეში საშუალო დრეში 128 გემი გადიოდა. თუნდაც აშშ-მ დაიწყოს ესკორტის უზრუნველყოფა, ეს იმდენი გემია, რომ ყოველდღიურად მათი დაცვა ძალიან რთული იქნება. რამე შეიძლება ბადიდან გაძვრეს. ხოლოდ ერთი წარმატებული ირანული დარტყმა კომერციულ გემზე შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ამ გემებს აღარ მოუნდეთ კვლავ გაცურულო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აშშ-ს ბლოკადა უფრო მეტად რისკიან ფსონს ემსგავსება. მაგრამ აშშ-ისთვის შესაძლოა ეს რისკი ღირდეს. ირანის გემების შეჩერება ამერიკისთვის პრიორიტეტულია, თუნდაც ეს არაირანული გემებისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაზე წინ დადგეს. თუ აშშ-ში ამას საკმარისად დიდ ხაზს შეძლებს, სჯერა რომ ირანს ბერკეტს წაართმევს და აიძულებს უარი თქვას ჰორმუზის სრუტეზე კონტროლზე. როგორ? როდესაც ირანის ნავთობის ტანკერები და სავაჭრო გემები არ დაცურავენ, ირანის ეკონომიკა სირთულეებს განიცდის. ირანმა უზარმაზარი სარგებელი მიიღო ნავთობის ფასების ზრდისგან, რომელიც თავადვე გამოიწვია სრუტის ბლოკადით.
Bloomberg-ის მიხედვით რეჟიმმა მარტის 1-დან 23-მდე საშუალოდ 1.6 მილიონი ბარელი ნავთობი ექსპორტზე გაიტანა დღეში, რითაც დღეში დაახლოებით 139 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. იმ პირობებში, როცა ირანი ოპერაცია ეპიკური რისკის დაწყებამდე და მას შემდეგ მიტანებული ზიანის შედეგადაც, რაც აშშ-ში თავდასხმები დაიწყო, ძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო. ეს არის ფული, რომლის დაკარგვაც რეჟიმს არ შეუძლია. ეს ნიშნავს თვეში 4 მილიარდ დოლარზე მეტის დაკარგვას, თუ აშშ-ს ბლოკადა წარმატებით განხორციელდება. აქ შემოდის ამერიკული ზეწოლა, რადგან საზღვაო ბლოკადა იმასაც ნიშნავს, რომ აშშ-ს აღარ უწევს სახმელეთო ძალების გაგზავნა ირანში, რათა ეკონომიკური წნეხი მოახდინოს ქვეყნის რეჟიმზე. ტანკერებს, რომლებიც ირანს გადასახადებს უხუხდიდნენ და თითო გემზე 2 მილიონ დოლარზე მეც იხდიდნენ, აღარ ექნებათ მიზეზი ეს თანხა გადაიხადონ. თუ აშშ-ს მათ მაშინვე აჩერებს, როგორც კი სრუტიდან გამოვლენ, საერთოდ არ აქვს აზრი გადაიხადო და ეს გზა გაიარო. ამერიკის საბოლოო მიზანი აქ არის ირანის ეკონომიკა ისე ჩაკეტოს, რომ რეჟიმს მოლაპარაკების დაწყება მოუწიოს. მეტი ზეწოლა განხორციელდება, სანამ აშშ-ში ბირთვულ შეთანხმებაში იმას არ მიიღებს, რაც უნდა. თუ აშშ-ში ამას მოახერხებს, სიტუაცია მთლიანად შეიცვლება. მაგრამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები მოგვიანებით გამოვლინდეს. აშშ-ის ხელმძღვანელობით ჰორმუზის სრუტის ბლოკადა მაინც ბლოკადაა და უკვე ხედავთ მის გავლენას. ნავთობის ფასმა ტრამპის განცხადების შემდეგ $103 გადააჭარბა ბარელზე, ხოლო CNBC ამატებს, რომ ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც ჰორმუზის სრუტით გამავალი ნავთობის მთავარი მყიდველები არიან, აშშ-ის ბლოკადის შედეგებს მძიმედ გადაიტანენ. ის, რასაც აშშ-ს მოლაპარაკების ტაქტიკად განიხილავს, შეიძლება გადაიზარდოს სამართლებრივ დავებში და კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს ისეთ იდეოლოგიურ რეჟიმთან, როგორც ირანია, რომლისთვისაც სტანდარტული ეკონომიკური ზეწოლა შესაძლოა საკმარისი არ იყოს, რომ უკან დაიხიოს. სხვა ქვეყნების მონაწილეობაც საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბლოკადაში საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარებიან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან ეს პარტნიორები. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე განაცხადა, რომ ის არ იქნება ერთ-ერთი მათგანი, ასე რომ მინიმუმ ერთი ქვეყანა უკვე გამორიცხულია. ისე ბევრი რამ რაც მოვისმინეთ გაურკვეველია, მაგრამ მალე ვნახავთ, რას გეგმავს აშშ-ში ბლოკადის საკითხში. შეიძლება სრულიად მოულოდნელი მოკავშირეც გამოჩნდეს ამ ყველაფერში, უკრაინა. უკრაინა ხომალდებს არ გაგზავნის აშშ-ს დასახმარებლად. უბრალოდ ვერ შეძლებს ამას. ქვეყანას თითქმის არ აქვს საზღვაო ფლოტი და რაც აქვს, ისიც რუსეთის წინააღმდეგ ომშია ჩართული. მაგრამ რაც უკრაინას ნამდვილად აქვს, ეს არის დრონების სფეროში გამოცდილება, რაც შეიძლება აშშ-ს წაადგეს, როცა ირანის პასუხს გაუმკლავდება ამერიკული ბლოკადის გამო. უკრაინა უკვე უზიარებს ამ გამოცდილებას სპარსეთის ყურის ქვეყნებს და ამის შესახებ ყველაფერს გაიგებთ ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი სხვა ანალიზები ჰორმუზის სრუტეში არსებულ სიტუაციაზე. მადლობა ყურებისთვის.